ანულე უკვე უფრო ცოტა გაცნობიერებული ალბომი იყო, იქაც არ მქონია არანაირი ეგეთი კონცეფცია, როგორ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უფრო რაღაცების ექსპერიმენტები დავიწყე რაღაცეებზე და ვიცოდი, რომ ალბომად გამოვა. და არის მეტი ვოკალური ტრეკის შიგნით და მეტი რაღაცა უფრო რაღაცა ეკლექტიკური რაღაცები შემოდის შიგნით. ეს იყო მე მგონი 24 წლის წლებში თან ცუდად ვარ. მაგრამ გერმანიაში ცხოვრობდი და დავდიოდი ხოლმე და კოლაბორატორები არიან გოგი ძოძუაშვილი, ერთ სიმღერა ერთად ჩავწერეთ. ტომას ბრინკმანი არის ერთ ტრეკზე, რომელიც ეს ტექნო ტრეკისავით არის და ერთად გავაკეთეთ. ქავერი დაემთხვა, იქიდან არის გამომდინარე, რომ ანულე, ანუ მთავარი ტრეკი იმას დაემთხვა, რომ რაღაც ამომეწურა ჩემი ეს 90 დღიანი ვიზა და მე რამდენად არ ვიცი, ჩამოვედი და გერმანიის საკონსულო უარი მითხრა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვიყავი უკვე იქ და მიმართა საფრანგეთის საკონსულოს, იმათმა ჩამირტყეს ვიზა და როცა უნდა გამომეტანა პასპორტი და ვიცოდი, რომ ვიზა მაქვს, გატანისას ჩამირტყეს ანულე, როგორც არის ყდაზე, ზუსტად იმის სკანი არის ჩემი ვიზის. ანუ გამინულეს ვიზა და არანაირი ახსნა განმარტება არ შემოთავაზეს. და მე გაუბრაზი და დავწერე ეგ ტრეკი ანულე. და გარიყდა და ბუკლეტი, რა ვიცი, ბუკლეტი არის კომპილირება რაღაც ჩემი დღიური და ნახატების და ტექსტების, სიმღერების, რაც ალბომში არის შესული. მე მოვძებნეთ რაღაცა ძალიან უცნაური ოფისი იყო, ნესტლესი თუ არ ვცდები, ნესტლეს ოფისი იყო, სადაც ოპერირებდა დანიის საკონსულო, რომელიც იყო ესეთი ჰიპი საკონსულო, ჰიპი იმითი კონსულით, რომელმაც ძალიან პატარა ოფისში, არაფორმალურში ესე შევედით და აუხსენი რა სიტუაცია, რომ არ მაძლევენ მეთქი ესე ვიზას, მეთქი რაღაცა ვერ წუწუნა და არაფერი დიდი ხანი არ დამჭირდა წუწუნი და 2 დღეში ჩამირტყეს ვიზა დანიის მერე და რაღაც შენგენი იყო შევძელი, მერე წავსვლა მაგით და მერე ყოველთვის არის ხოლმე, რომ ანუ შექმნის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო. ყოველთვის ყველაზე არასტრესული და თავისუფალი. მერე რომ გავუშვებ ამ ალბომს, გადის და უკვე ადამიანებზე არის და იმაზე არის, სხვისი ხდება ჩუქნი, ასე ვთქვათ, სხვას და დიდად არ ვისტრესებოდი არასდროს იმაზე, თუ როგორ მიიღებს სხვა ადამიანი ამას და ყოველთვის ჩდებოდა, ვთქვათ, რამდენიმე ადამიანი და ჩემთვის საკმარისია რამდენიმე ადამიანი, რომლისთვისაც ეს ალბომი მნიშვნელოვანი ხდება ამა თუ იმ პერიოდში მათი ცხოვრების. სხვათა შორის საქართველოში ყველაზე უფრო ნერვიულობ ხოლმე და მიჭირს. მიჭირს არა, ნერვიულობ, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ ქართველი ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მაგრა უსმენს აქ მუსიკას. ყოველთვის ეგრე იყო, ანუ ჩემ ბავშვობიდან მახსოვს, რომ ჩემ მშობლებს მაგას მეუბნებოდნენ, რომ კარგი მსმენელი გყავს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი მუსიკის მენისთვის არიან მზად, მაგრამ ეს მზაობა და არ მზაობა არ განაპირობებს ემოციურ რაღაცა იმას გახსნილობას და ძალიან ხშირად აქ ძალიან კარგად ესე ემოციურად გახსნილად გისმენს ხალხი. I was